თუ ადამიანში ნელ-ნელა არ ჩდება განცდა ღმერთისა, რომელიც ნელ-ნელა ჯერ იშვიათად ჩდება, იშვიათად მე უნდა გახშირდეს. დადგეს უნდა მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, როცა ადამიანი ღმერთს მუდმივად განიცდის, სულ განიცდის ღმერთს. ეს არის მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა. აქეთკენ უნდა ვიაროთ. და თუ ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, ესე იგი რაღაცას ვაშავებთ. იმიტომ რომ სასუფეველი ეს არის მოუკლებელი ყოფნა ღმერთთან. ეს არის მარადიული მდგომარეობა და რადგან მარადიულია, ის არ დადგება გარდაცვალების მერე. ის უკვე უნდა შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში და ის იქნება გარდაცვალების მერეს, მაგრამ თუ აქ საერთოდ არ არის, მაშინ ის გარდაცვალების მერე არ იქნება. გესმით რა შეასაქმე? იმიტომ რომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, მანამდე ვაკეთებთ არჩევანს. მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას აი აგონიაში როა სასიკვდილო აგონიაში და მაშინ დაეწყოს ეს და ესეც მასხონებელი იქნება, მაგრამ ეხლა მე ჩემ აგონიას სად დაველოდო? და ჩემი გარდაცვალების წამების იმედზე ვიყო? ეს ხო სრული უგუნურობაა, მე ხო ამას ახლავე უნდა ვცდილობდე. შესაბამისად, მე თუ ხედავ ჩემში ეს ღმერთის განცდის დეფიციტია სერიოზული, ხო? ეს ნიშნავს, რომ მე უნდა რაღაცა ცოტა სხვანაირად გამოვხიზდე, რაღაცა რევიზია ჩაუტარო საკუთარ თავს. ეს არის ხო მიმოხილვა საკუთარი თავისა სიფხიზლე, მღვიძარება, სინანული ხო რაღაც პასიური მდგომარეობა არ არის, რომელიც თავისთვის მიდის, ის თავისთვის არ მიდის. ბაგი ხო არ ვიცით ჩვენ რომ სინანული თავისთვის მიდის დრო, რომელიც სასიცოცხლო ძალებს გაძლევს და გართმევს და შენს პასუხისგებლობის წამს ღმერთის წინაშე წარდგები იმას აახლოებს. ეს თავისთვის მიდის, მაგრამ სინანული თავისით არ მიდის. სინანული შენს აქტიურ ჩარევას საჭიროებს. შენ უნდა ჩაერიო მაშინ როგორც მნებებელი შენი სინანულისა. მნებებელი შენი სინანულისა. ეს მით რა შეასაქმე. ამიტომ ჩვენ აქ ძალიან აქტიურები უნდა ვიყო.